სახელითა მამისად და ძისად სულისაწმინდისად ჩვენი რწმენა, რომელიც ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან ღრმარი, ყოვლის მომცველი, თვითონ სიტყვა ქრისტიანული გაგებით რწმენა იმდენად ღრმარი და იმდენად დიადია, რომ აი განმარტებაც რომ მოვინდომოთ, აი განმარტება გავაკეთოთ, რას ნიშნავს გწამდეს და რას ნიშნავს იყო მორწმუნე. და მე აქედან უკვე გადახვიდე ემაზე, რომ გწამს თუ არა გწამს, ძალიან რთული იქნება ეს და თუ ძალიან სიღრმეში ჩახვალ, შეიძლება აღიარო კიდევაც, რომ არა ქრისტიანული რწმენიდან მე შორს ვარ. და ეს ეხება არა მარტო სასკოლო აკადემიურ თეორიულ ღვთისმეტყველებას, არამედ ცხოვრების წესსაც. არა და სწორედ რწმენის გარეშე არაფერი აღარ რჩება, იმიტომ რომ პავლე მოციქულიც ხას უსვავს ამას, გახსოვთ? პირველ რიგში უნდა გწამდეს და თუ რწმენა არ აგაქვს, ყველაფერს აზრი ეკარგება. რწმენის გაუგებრობა მრავალ პრობლემას წარმოშობს ეკლესიაში, თუ რა არის რწმენა. რომ მაინც ადამიანს რატომღაც აქვს ეს საცტური, რომ მას რომ თვალით უხილავის სჯერა, ეს რწმენად აღიქმება, მაგრამ ეს ასე არ არის. აი უფალიც როცა ამბობს, აი ნახეთ, მე იმას ვწამვარ, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს, ეს მიანიშნებს ადამიანის უდიდეს პასუხისგებლობას, როცა ის ამბობს მე მწამს. იმიტომ რომ აღვასრულებ ღვთის ცნებებს, რას ნიშნავს? ანუ თუ ღვთის ცნებებს არ აღვასრულებ, ჩემი რწმენა, რასაც მე რწმენას უწოდებ, რწმენა არ არის. მე იმას ვწამვარ, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს, ეს ნიშნავს, რომ მე ვარ გამომეძიებელი ღვთის ნებისა და ვაკეთებ იმას, ჯერ ესეთი ვხედავ იმას, მე ვცხოვრობ ისე და ვაკეთებ იმას, რაც ღმერთს უნდა. ანუ ჩემი აზროვნება, ჩემი სოფხედველობა, ჩემი ცხოვრების წესი, ჩემი შინაგანი მდგომარეობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანხვედრაშია ქრისტეს ცხოვრებასთან, ანუ ღმერთთან თანხვედრაშია. ამას ნიშნავს ეს. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ მორწმუნე არის ის, ვინც ქრისტეს გავს, გარეგნულად ცხოვრების წესითაც და შინაგანი მდგომარეობითაც. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს შინაგანი მდგომარეობით რას ნიშნავს? ის ხო მისი ადამიანური ბუნება ხო განღმრთობილია, გამდიდრებულია, სრულად გამდიდრებულია საღვთო მადლით, ხო? და ეს არც არის სწორი, ჰიპოსტასურად შეერთებულია, მაგრამ თუ ჩვენ თავზე გადმოვიტანთ, ხო, ჩვენ უნდა გავმდიდრდეთ საღვთო მადლით იმგვარად, რომ ისეთები ვიყოთ, როგორიც ის არის. ოღონ ის პიროვნულად არის შეერთებული საღვთო პიროვნებაშია გაერთიანებული ღმერთით ადამიანი, მაგრამ ჩვენ საღვთო მადლით ამავე დროს საღვთო მადლი და ენერგია საერთო აქვს მამას, ძეს, სულიწმინდას და მე ადამიანს განხთობილს. გესმით, აი ეს საოცარი რამ უნდა მოხდეს, ამიტომაც იწოდება ადამიანი ღვთის ტაძრად, რომ პავლე მოციქული ეს იმპერატიულად რომ გვახსენებს, რომ არ დაგავიწყდეთ, რომ ღვთის ტაძარი ხართ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანური არსება ისეთი კი არ არის, ჩვენ რო საკუთარ თავს ვიცნობთ, სხვანაირი ხდება და მას წმინდა წერილი არა ორაზროვნად ახალ ქმნილებას უწოდებთ. ესე რა გამოდის, რწმენა აქვს იმას, ვინც ახალი ქმნილებაა. ანუ ის ქმნილება კი არა, რომელიც დედამშობა, არამედ სხვა. გესმით? აი ეს არ და რა არის ეს სხვა? ანუ მე დედამშობა, მაგრამ არ უნდა დავრჩი ასეთად, არამედ უნდა გავხდე ახალი ქმნილება და რა არის ეს ახალი ქმნილება? გესმით? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის რაც დედამშვა, იმას არ შეუძლია სასუფეველში მკვიდრობა. ხორცს და სისხლს სასუფეველში მკვიდრობა არ შეუძლია. ხორცი და სისხლი რას ნიშნავს? არა იმას, რომ არ ავღდგები და ქრისტეს თავად ხორცით და სისხლით ამაღლდა. არამედ ნიშნავს იმ ხორცისა და სისხლის შესაბამის, ანუ პირუტყულ ცხოვრებას, რომელთაც ყოველი ადამიანი ცხოვრობს. გესმით? რომელსაც ვერსად ვერ გაექცევი. სხვანაირად არ ძალგიც. და როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეშმაკის ყველაზე მძლავრი დასაყრდენი ჩვენი ხორცია ზუსტად. იოლად შემოდის. ესე ამბობენ, ორი ტიპის ეშმაკები არის, ამბობენ, ერთი რომლებიც მუშაობენ სულზე,
ფაქიზი მუშაობით რომ სულიერად აცდუნონ ადამიანი იმ დემონურ მდგომარეობაში ამყოფონ, რასაც სიამაყე, ამპარტავნება და ეგოიზმი და ასე შემდეგ ქვია და მეორე შედარებით უფრო მარტივად რო აცდუნონ ადამიანები ხორცზე ზემოქმედებენ. და ადამიანთა უდიდესი უმრავლესობას არ ჭირდება ის რაფინირებული შეტევა ეშმაკისა. პირდაპირ ხორცის მიერ ხდება მათი დამარცხება და დანარცხება. და სწორედ ეს არის, რომ ის გაბატონებულია ამ სამყაროში, თავადი ამ სოფლის არის სატანა, რომ ამბობს, იმიტომ რომ ის ჩვენ ხორცზე ბატონობს. გესმით, აი ამაშია საქმე. და ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რწმენა ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერზე აღმატებული ხდები. ხო და ახლა ესეთი რწმენა ვისა გვაქვს ჩვენ. ამიტომაც მუდამ უნდა გამოვეძიებდეთ წმინდა წერილში ღვთისნებას, ღმერთი რას ითხოვს ჩვენგან, რომ თუ ვერ მივახწევთ იმ ზომას, იმ საზომს, რა საზომსაც წმინდანება მიაღწიას გრიგოლ ხანძთელი და ასე შემდეგ, ის უდიდესი წმინდათა დასი, რომელიც ღრუბელივით თავს გვახვევია, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ის მაინც შევძლოთ, რომ იმ გზაზე მაინც ვიდგეთ, რომელ გზაზეც ისინიც იდგნენ. ანუ რომ მე და გრიგოლ ხანძთელი ერთ გზაზე მაინც ვიდგეთ. რა თქმა უნდა, ის ბოლოში გავიდა და მე ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგა. და რას მომცემს ეს მაცხოვრნებს. იმიტომ რომ ჩემი უსუსურობის, ჩემი უნარობის, ჩემი დაცემულობის, სოდვილობის გამო უფალმა არა მარტო ის თქვა, რომ სიცოცხლე და ჭეშმარიტება ვარო, არამედ ის თქვა, რომ გზა ვარო და გზა ბოლოში და თავშიც ერთი გზა არის, გესმით? ეს ჩემთვის გააკეთა ასე, რომ იცის, რომ მე არ ვარ ის, ვინც ჭეშმარიტებამდე მივალ, სიცოცხლემდე მივალ. ხელები დავიბანო, არაფერი არ გავაკეთო, აი როგორც კი ამას ვიფიქრებ. მე სად მივახწევ იმას და როგორც კი ამქიდან გამომდინარე პასიურობა შემოვა, იმ წამსვე დაღუპვა, იმიტომ რომ გზაზეც აღარ დგავარ. ადამიანი არასოდეს არ იტყვის იმას, რომ მე იქ არ უნდა მივიდე. იმიტომ რომ ის გზაზე რატო დადგა? გზა ხო დინამიკას ნიშნავს, ნაბიჯი ხო გადადგა. მაგრამ ეს გზა, ამ გზის ბოლო ის არის ზუსტად, რასაც აი ეს დიდებულება ქვია, რასაც ჩვენ წმინდანებში ვხედავთ. აი სწორედ მორწმუნე ხდები მაშინ, როდესაც ამ გზაზე დგები. და რა არის ეს გზა? მე ვარო გზა ამბობს. ისევ და ისევ მივდივართ ღვთისნებამდე. მე ვარ გზა, ესე იგი ჩვენ თუ გვინდა რომ დინამიკაში ვიმყოფებოდეთ ამ გზაზე, უნდა ვიცოდეთ ვინ არის უფალი თავისი ქმედებით ვინ არის. ანუ რა არის მისი ნებელობა? რაში როგორ ვლინდება, როგორ ცხადდება მისი ღმერთობა, მოდი ესე ვთქვათ, ჩემთვის. ხო, ნებაში ცხადდება. ამიტომ კვლავ და კვლავ იქ მივდივართ, რომ მისი ნება უნდა გავიგოთ, ამოვიცნოთ, ამიტომაც კვლავ და კვლავ უღმავდებით იმ უშრეთ სიბრძნეს, რომელიც არის ეკლესიაში, რომელიც წერილობით გვეძლევა წმინდა წერილის მიერ, წმინდა მამათა თხუზულებების მიერ და ლიტურგიკული ტექსტების მიერ. ამიტომ დაუკვირდით ხოლმე, რასაც კითხულობთ აქ, ძალიან ღრმა ტექსტებია ყოველთვის ლიტურგიკული ტექსტები, ძალიან ღრმა და აბსოლუტურად სანდო, გესმით? ლიტურგიკული ტექსტები არის აბსოლუტურად სანდო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. აი დღეს მარკოს მახარებელთან უფალი ესეთ რამეს ამბობს. ხო არ ესმით ეხლა მოციქულებს, მოწაფეებს, ქრისტეს მოწაფეებს არ ესმის, რატომ არის ცოდვილებთან, რატო ჭამს, ვავს, რა საქმე აქვს? მით უმეტეს, როცა ძველი აღთქმის ჯული, ესე იგი უგრძალავდა მას, და ამას თავის მიზეზი ქონა, ის ტყუილი კი არ იყო. ძველი აღთქმის ჯული რო უგრძალავდა ებრაელს, კეთილმსახურ ებრაელს წარმართებთან და ძალიან მძიმე ცოდვილებთან ურთიერთობას, ეს იყო სწორი, რომ არ მომხდარიყო მათი აღრევა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მან გადაარჩინა ის სარწმუნოება, რომელიც სარწმუნოებაშიც მე სარწმუნოებრივ სივრცეშიც მე ღვთისმშობელი დაიბადა. მაგრამ როდესაც უფალი მოდის, ახალი აღთქმის ეკლესიას აარსებს, ამით აწესებს სხვა პერიოდს, ახალი პერიოდი დგება, რომელიც არის ყველასთვის, კეთილმსახური იუდეველისათვის და ცოდვილი წარმართისთვის, მართლისთვის და ცოდვილისთვის, ყველასთვის. რატომ? იმიტომ რომ საღვთო მადლი ყველგან იმარჯვებს. სანამ გადარჩენა იყოს ჯულით, ცხოვრების წესით, რელიგიური ცხოვრების წესით და ადამიანი იყო პასუხისმგებელი და მტვირთველი, ადამიანს საჩეურია თავისი ვერ უტვირთავს და სხვისი ცოდვების ტვირთვა საჩეულია.
მაგრამ როცა გადარჩენა დაიწყო მადლით, როცა გამოჩნდა მადლი და ჭეშმარიტება, ანუ ღმერთი გაანკაცდა, ანუ როცა უშუალოდ ღმერთი იმგვარად ჩაერია ადამიანის გადარჩენაში, რომლის წარმოდგენა ძველ აღთქმაში არ ქონდა, მადლს კიდე ძალუძს ყოველივე რაც კი სურს, უკვე შესაძლებელია, რომ ცოდვილებიც მოიზიდოს ეკლესიამ და დიახაც ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული, იზიდავს თავის თავში ცოდვილებს და მათ კურნავს და მათ წმინდანებად გადააქცევს. და პირველი ესეთი ნიშანდობლივი სწორედ იყო ჯვარცმული ავაზაკი და ეკლესიის ისტორიამ უამრავი ასეთი მაგალითი იცის. და ესმარა იესოს, რომ რას ამბობდნენ ისინი, რომ არა, ესე იგი რა უნდა უცოდვილებთანო, ამბობს, არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა, არამედ წოდებათ მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულა და ეს სიტყვები ის კი არ არის მხოლოდ რომ ცოდვილის გადარჩენა და ესე იგი ძალიან სულიერად ავადმყოფის გადარჩენა შეუძლია ღმერთს, არამედ უპირველეს ყოვლისა ეს სიტყვები ჩვენთვის საინტერესოა იმით, რომ საკუთარ თავს შევხედო, მე ვინა ვარ და მე სადა ვარ. როცა უფალი ამბობს, რომ არ მოვსულ ვარ მართლებისთვის, არამედ მოვედი ცოდვილების სინანული, არ ცოდვილებისთვის არ წერია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ მოსულ ვარ მართლებისთვის, მოვედი ცოდვილებისთვის. ასე არ ამბობს უფალი. ვიღაცას ხო შეიძლება ეგონოს, რომ აი მე ცოდვილი ვარ და ჩემთვის მოსულა. არ მოსულა ასე მარტივად შენთვის. უფალი ამბობს, არ მოვსულ ვარ მართლებისთვის, მართალთა დასაძახებლად, არამედ ცოდვილთა სინანულისთვის. ანუ შენ თუ მეტამორფოზის პროცესი არ დაგეწყო, შენი ცოდვილობა კი არ გაცხოვნებს. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და ეს სიტყვები რატომ არის საინტერესო? საინტერესოა იმიტომ, რომ მე რა კატეგორიას განვუკუთვნებ თავს და ეს ეხება რწმენას. მე თუ მორწმუნე ვარ, როგორ ხედავ საკუთარ თავს? მართალი ვარ თუ ცოდვილი ვარ? ახლა ვინ ცოტათი მაინც გაცნობიერებულია, კი, მამაო, ცოდვილები ვართ, აბა რა. და რატო განიკითხავთ, მაშინ ცოდვილები თუ ხართ სხვებს? როგორ შეიძლება ავადმყოფმა ავადმყოფს უთხრა შეავადმყოფო, გესმით? რატო განიკითხავთ? ან ჩემ თავს ვეთყვი. მე თუ ვთვლი, რომ ესე იგი არა, კაცო, ცოდვილი ვარ, რაზეა ლაპარაკი, ახლა ხო ვიცი, და რატო განვიკითხავ აბა სხვას? ნახეთ, საკუთარი თავი მართალი გგონია და უფლის სიტყვები, რომ არ და მოვსულ არ იმისათვის, რომ თეოდორე შენ დაგიძახო, იმიტომ რომ მართალი ხარ, ამან უნდა შემაძრწუნოს. და მოახდინოს ჩემი ცხოვრების და ჩემი სულიერი ცხოვრების და ჩემი რწმენის რევიზია ერთხელ და სამუდამოდ, რომ ნუ მგონია რა ეს თავი მართალი რა. იმიტომ რომ უფალი მეორე თან შავი თეთრზე პირდაპირ ყოველგვარი მოკიბის გარეშე არ ამოვედ წოდებათ მართალთა. გესმით რა შეასაკ. რამდენად აი ჩვენ ხო მორწმუნეებად უწოდებ, მორწმუნეთ აღვიქვავთ საკუთარ თავს. რამდენჯერ დღის განმავლობაში რამდენჯერ გვახსოვს ეს სიტყვები. როცა ესე გოროზად დავდივართ ხოლმე და სხვებს განვიკითხავთ. რამდენჯერ გვახსოვს. ფანტასტიკური რაღაცებს ვაწყდები ხოლმე რა. აი ადამიანები იცით რა რებს ვაწყდები? დაბერდნენ ეკლესიაში ადამიანები. და როცა ეტყვი რომ ღვთისნება უნდა აღასრულო და არავინ განიკითხო და არა საკუთარი სიმართლით, არამედ ღვთისნებით უნდა ცხოვრობდე, არაერთ და ორ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და ეს ვინც გამბედავია, შემომიტევს ხოლმე და ვინც ნაკლებად გამბედავია, გულში იმარხავს, იმიტომ რომ ისევ ისი აგრძელებს. და შემომიტევს ხოლმე, როგორ ახლა მე ხო ობიექტურად ვაფასებ სიმართლეს, სად არის სიმართლე, სად არის უსამართლობა. ობიექტურად ვაფასებ. და ვიღაცას ეშინია ხმას არიღებს, მე ყველას სხვილში ვახლის სიმართლეს. და აი ესე როცა გეუნებიან, სადღარ რჩება ადგილი ქრისტესთვის. როდესაც ადამიანს არ ესმის ქრისტიანობის არსი და ეს მასიური პრობლემა არის, გესმით? მასიური პრობლემა. არ გელაპარაკებით ჰაერიდან, არ მარტო წიგნებიდან. ამას გელაპარაკებით სამოძღვრებო პრაქტიკიდან, რომელიც ხედავთ, რომ მე მწირი მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ სამრევლოში რეალისტები ხო, როგორც ღვთელი მოძღვარი ამ შემთხვევაში და გესმით რა ვიწრო არეალში, რამხელა საშინელი გამოცდილება მიგროვდება. როგორები ვართ ჩვენ ადამიანები? პავლე მოციქულის სიტყვებია საინტერესო. ისევ ამ კუთხით რო შევხედოთ, რწმენის თვალსაზრისით ეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეა. აი უფალი ასე ამბობს. რამე თუ ვიცით, რომელმა იგი თქვა, ჩემი არ შურის გება და მე მივაგო, იტყვის უფალი. რამე თუ ვიცით და მე კითხვა ისევ ჩემთან. რწმენიდან გამომდინარე ამბობ. მე ვიცი როგორია ღმერთი, ხო? და როგორია და რას ამბობს? მისი ნება ერთ-ერთი როგორ არის განცხადებული. მან თქვა, ჩემი არ შურის გება და მე მივაგო. მე ვიცი, ჩვენ ვიცითო პავლე მოციქული ამბობს, და კითხვას უსვავს საკუთარ თავს. ვიცი მე
როდესაც ადამიანი უსამართლოდ იქცევა აშკარად და აშკარად ბოროტებას ჩადის და მით უმეტეს თუ ჩემსკენ არის მომართული, რამდენად შემიძლია რომ დაუთმო უფალს, მიუტევო მას ეს საზრუნავი და მან გადაწყვიტოს, როგორც მას უნდა ისე გასრულდეს ეს საკითხი, რამდენად შემიძლია მე ამის გაკეთება, რამდენად ვახერხებ, რომ არ ავბობოქდე და არ გაუსწრო ღვთის განგებულებას, ღვთის ჩარევას, რამდენად ვახერხებ. და უფალი ესე ამბობს, რომელმან იგი თქვა, ჩემი არ შურისგება და მე მივაგო, ჩვენ ეს ვიცითო, იტყვის უფალი. და კვალად იტყვის აგზელოს პავლე მოციქული, რამე თუ განიკითხოს უფალმა ერიtvisi. განიკითხოს უფალმა ერიtvisi. ერიtvisi ვინ არის? ჩვენა ვართ ერი. უფალი განგვიკითხავს. მე არა მაქვს უფლება განკითხვის. მე არა მაქვს უფლება ვიყო მსაჯული. უფალი განიკითხავს და მაინც რომ არ გამიჩნდეს აზრი, ხო, განიკითხავს, ცოდვილმა იდარდოს და რამე და ამ დროს აგზელებს საშინელ არს შეურდომა ხელთა ღვთისა ცხოველისათა, ანუ ცოცხალისათა. საშინელებაო ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდა. რატო უნდა დამაფიქროს ამან? იმან რომ ყოვლის შემძლე ვინც არის, ის არის ცოცხალი. ცოცხალი ნიშნავს, რომ ყოვლად ბრძენია და ყოვლის მხილველია. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერაფერი ჩემი უკეთური მას ვერ გამოეპარება. ამიტომ ჩემთვისაც საშინელია მის წინაშე წარსდგომა, რომელიც ჩვენგან იტყვის, რომ აი ესე გულარხენად გარდავიცვლები და უფალთან აი მოვედი უფალო და ამას რომელიმე ჩვენგანი ჭკვატყოფელი იტყვის, რა თქმა უნდა ვერ იტყვის. რა თქმა უნდა ყველა შიში გვაქვს ღმერთის წინაშე წარსდგომა. ვის შეიძლება არ ეშინოდეს? სრულყოფილი სიყვარული განსდევნის შის, ანუ ვისაც უყვარს უფალი ცეცხლოვნად, იმას არ ეშინია და ვის გვიყვარს ჩვენ ცოცხლოვნად უფალი. ჩვენ რომელსაც გვეზარება ღვაწლი, გვეზარება უფლის ცნებების აღსრულება, მის დამი ერთგულება და მუდამ საკუთარ თავზე იძულება რო გჭირდება უფლის ცნებისაებ, რა თქმა უნდა, სანამ საკუთარ თავზე იძულებას ახდე და სხვა გზა არა გაქვს, რო ქრისტიანი იყო, შენ ქრისტე კი არ გიყვარს. შენ გაქვს შიში, ეს კეთილი შიშია, უნდა გქონდეს. მაგრამ მაშინ სამჯეროდ საშინელია, იმიტომ რომ გეშინია. გესმით? ჯერ სიყვარულში არ გადავსულ ვარ. აი ესეა. ამიტომაც სხვისი განკითხვის ჩვენ არანაირი უფლებაც არ აქვს. მაგრამ პავლე მოციქული მე გვამხნევებს, რომ ეს ჩვენი გასავლელი გზაა. ყველა წმინდანმა ეს გზა გაიარა. და ამიტომ გვეუბნება პავლე მოციქული, რომ ანუ რამე საშინელება კი არ ხდება, დიახაც ეს ღვთის შიში არის დასაბამი სიბზნისა, ყველა წმინდანმა ეს გზა აიარა. და სიყვარული არის მწვერვალი ყველაფრისა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ გზაზე უნდა ვიდგეთ. ეს არ დაგვავიწყდეს და ამიტომ ეს გზა გასავლელია ჩვენი საკუთარ თავზე იძულება, არავის არ გაუქმებია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ არ გვიყვარს უფალი. ამიტომაც საბრძოლველი და სამუშაო საშრომი ბევრია და ამიტომ პავლე მოციქული გვეუბნება, ნუ გიღალატებთ მხნეობა. რამე თუ დიდი საზღაური ელის ამ ჩვენ ბრძოლას. რა საზღაური? ხელმწიფება ღვთის შვილმყოფობისა. ხელმწიფება ღვთის შვილმყოფობისა. რა არის ეს? არ ვიცი. მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან მაგარი რამეა. ეს არის ისეთი რამე, რომელსაც ჩვენი გონება ვერასოდეს მიწდება, სანამ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. წარმოუდგენელი ბედნიერება გველოდება. და ეს არის საზღაური. ღირს ამისთვის ბრძოლა ღირს. კი, მაგრამ мотивация შენი რწმენა, რომელიც დაუმსახურებლად, ნამდვილი რწმენა თუ გაქვს, რომელიც დაუმსახურებლად ხანდახან გაგემებინებს აი ამ ბედნიერების გამონათებას პერიოდულად, რომელიც ყველას განგვიცდია, იმიტომ ვცდილობ და იმიტომ ვართ აქ და იმიტომ არ გავბივართ აქედან. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთისნება და მიიღოთ აღთქმული. მოთმინება სადამდე? უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. მთელი ეს ჩვენი ცხოვრება არის აი მოთმინების სარბიელი. ამიტომაც ამბობ ხოლმე ახალგაზრდების კი არ მშურს, არამედ ახალგაზრდებს შურდეს ჩემი. მე რო ვბერდები, იმიტომ რომ ეს მოსათმენი ცოტა დამჭა და თქვენ ახალგაზრდებს ბევრი გაქვთ მოსათმენი. ღმერთმა 100 წელი გაცხოვლოთ. ბევრი უნდა მოითმინოთ. მე შედარებით ნაკლები უნდა მოითმინო. გესმით? აი ეს არის. იმიტომ რომ მოთმინება ამ ქვეყნად ყოფიერებაში მოთმინება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათნოება, ამიტომაც ამბობს უფალი მოთმინებით მოიპოვებთ თქვენ სულს. და არასოდეს არ უნდა გიღალატოს მოთმინება. ამიტომ ნუ გიღალატებთო მხნეობა, იმიტომ გვახსენებს პავლე მოციქული. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც და არ დააყოვნებს და მოვა
მომავალი ვინც უნდა მოვიდეს. რატო ცოტა და ცოტა თუ 100 წელი უნდა ვიცოცხლო? ერთი რა ისი 100 წელი უნდა იცოცხლო თუ არა? და მეორე ესეთი 100 წელის გავა როგორც ერთი წუთი. გესმის ერთი წამის ყოფა გავა. ვინც შემსავით ბებერი იმან ძალიან კარგად იცის რა სწრაფად გავიდა ეს ცხოვრება. თვალი დავახამხამეა და უცებ წასულია და დიდება და მადლობა ღმერთს ამისათვის. ძალიან მიხარია მეს მაბედნიერებს მხოლოდ. დიახაც და ეხლა მე ვიტყვი პავლე მოციქულითან ერთად ცოტაც და სულ ცოტაც. ცოტა ეს მოთმინება ძალიან ბევრი არ დაგჭირდება სინამდვილეში. აი ეს არის. მართალი რწმენით იცოცხლებს, მართალი რწმენით იცოცხლებს. აი რწმენა, ხედავთ, რამდენი რამეს ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი სარწმუნოებრივი საქმეებია. და აქ ხო ძალიან მცირე ნაწილია წმინდა წერილის სასახთო გამოცხადების, რაღაც მცირე ნაწილზე ვსაუბრობ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარი აღონ ეს საქმე რა არის? ეს საქმე არის ის რითაც შენ ხდები არა ფარისეველი, ყველაფრის შემსრულებელი ფარისეველი, არამედ საქმეებია ის, რითაც შენ ქრისტეს ემსგავსები თავდაბლობაში. თავდაბლობაში. მართალი რწმენით იცოცხლებს, მაგრამ თუ ამგვარ რწმენას ვერ გაუძლო და უკვე იქცევა და საშიში სიტყვებია უფლის. არ შეიწყალებს მას ჩემი სული, რომელსაც პავლე მოციქული ახმოვანებს. რას ნიშნავს არ შეიწყალებს? ეს იმად გასაგონად, იმ ლიბერალური სულისკვეთების გასაგონად, რომლებიც ამბობენ, ხო, ღმერთი სიყვარულია კაცო ეხლა რა, როგორც გინდა, ხო, ხომ წამს და ხო რაღაცა და ღმერთი სიყვარულია. ღმერთი სიყვარულია კი, მაგრამ ღმერთთან ურთიერთობა სინერგიული ქვია ამას. შენ თუ არ აი ეს წმენა შენში თუ არ არის, რომელსაც საკუთარი თავის იძულება ჭირდება, მოთმინება ჭირდება, მხნეობამ არ უნდა გიღალატოს, შიში ღვთისა უნდა გქონდეს, ესმით, საკუთარი ცოდვილობის განცდა უნდა გქონდეს, არ გეგონო შენი თავი მართალი, ცოდვილობასთან ერთად უნდა გქონდეს მეტამორფოზის პროცესში შენში, ანუ სინანული და ასე შემდეგ. ეს თუ არ არის, ღმერთს ძალიან უყვარხარ, მაგრამ მასთან ვერ იქნები. მზემ როგორი ლამაზი და დიდებული სხივების არ უნდა ანათოს ქვა არ გაიფურჩქნება და ვარდის კოკორი გაიფურჩქნება თუ ქვა ხარ არაფერი არ გიშველის. შენ უნდა ეცადო რომ ვარდის კოკორი გახდე, რომ გაიფურჩქნო. და ეს შენს ძალაუფლება. ქვას არ შეუძლია გახდეს ვარდი, ვარდს არ შეუძლია გახდეს ქვა და ადამიანს შეუძლია იყოს ქვაც და ვარდიც. ეს მის პიროვნულ გადაწყვეტილებაზეა. იმიტომ რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა. მაგრამ მერე პავლე მოციქული ისევ შემოგვიძახებს, როცა გვახსენებს უფლის სიტყვებს, რომ მას არ შეიწყალებსო, ესეთ ზარმაც არ შეიწყალებს და ურწმუნოს ჩემი სულიო, მერე უცებ გვახსენებს, მაგრამ ჩვენ უკუქცეული როდი ვართ, წარსაწმედელად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი ვართ სულის სახსნელად. უკუქცევა ჩვენი საქმე არ არის. ესე იგი ჩვენ უკუქცეული როდი ვართ. არც ერთი ნაბიჯი უკან. აი ეს პრინციპი ქონდა პავლე მოციქულს. არც ერთ ნაბიჯის უკან არ დგავდა. აი ჩვენ რო გვაქვს ხოლმე ერთი დღე ცოტა, მერე ვერა, მერე ცოტა, აი რაღაც სულ ესე არ შეგვიძლია მტკიცეთ მხოლოდ წინ ვიაროთ. ვიღლებით და კითხვა ჩდება რითი ვიღლებით? ნამდვილი რწმენით ვიღლებით. ჩვენ გვინდა რწმენის რაღაცა ისა, ბუტაფორია, რაღაცა გვინდა, რომ რწმენა ერქვას და რწმენა არ იყოს. რწმენა ყოველთვის ცეცხლია. გესმის, ყოველთვის ცეცხლია. ჩამქრალი ღუმელი თავის ფუნქციას არ ასრულებს, ღუმელი მხოლოდ მაშინ ასრულებს ფუნქციას, როცა ის გიზგიზებს. გესმით რა შეასაქმე? არ უნდა ჩააქრო ღუმელი. ამიტომაც დიახაც ჩვენ უკუქცეული როდი ვართ, იმიტომ რომ უკუქცევა წარწმედას იწვევს. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით. ანუ თუ არ მოელი, ნახეთ რა საინტერესოა. პავლე მოციქულის ეს ცნობილი სიტყვები. რწმენა იმის უეჭველობა, ანუ ნამდვილად მოხდება. რწმენა ნიშნავს, რომ აი ყველა შემთხვევაში იქნება ის და რასაც მოველით და სწორად მოველი? სწორად მესმის, რასაც უნდა მოველოდე? გესმით? რისი მოლოდინი მაქვს მე? რატო ვარ ეკლესიაში? რისი მოლოდინი მაქვს? რისი? ამიტომ უეჭველობა იმისა, რასაც მოველი და წვდომა უხილავისა. ერთადერთი უხილავი არის ღმერთი. თორე ანგელოზის და ეშმაკის დანახვაც შეუძლია ადამიანს. თუ გაიფაქიზებს სულს, მხოლოდ ღმერთს ვერ იხილავს ადამიანი, იმიტომ რომ ის არის აბსოლუტურად ტრანსცენდენტული, მიღმიერი.
და რწმენა არის ძალა, რომელიც იმ მიღმიერს გაჩვენებს მის შეუქმნელ ენერგიებში. გესმით რა შეასაქმე? ძველ ქართულადაც ძალიან ლამაზად ჟღერს, ცოტა სხვა ელფერი აქვს, ხოლო სარწმუნოება არის მოსავთა, ანუ მოიმედეთა მათ ძალი. ანუ რწმენა არის ძალა. აი რა არის რწმენა? ძალა, ენერგია. საქმეთა მამხილებელ არახილულთა, ანუ ის რაც უხილავია, იმის მამხილებელია, იმ საქმეთა, ანუ ნახეთ როგორ არის რწმენა პავლე მოციქულის მიერ სიტყვებში, როგორ შეზავებულია, რომ ძალა და საქმეა, რომელიც უხილავს მაჩვენებს, როგორი ცოცხალი და ენერგიის მომცემია, ძალა რწმენა და არა პასიური მდგომარეობა. და ძალა და ენერგია იმ მიმართულებით, რა მიმართულებაზეც აგეთ უნდა დღეს წმინდა წერილი გვესაუბრებოდა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.